1999 წლის 20 დეკემბერს ჯორჯ ბუშის ბრძანებით 30,000-იანი ამერიკელების ჯარი შეიჭრა პანამაში. ოპერაცია მოიცავდა პანამელების გენერლისთვის და უიარაღო პანამელებისთვის ცეცხლის გახსნას. ხორხე გძინაოს? არა, კრუს, ვიძავს. გაიგე პრეზიდენტის ახალი განკარგულება? არა, რომელი? პანამელი პატრიოტების დასჯის შესახებ. გავიგე, მაგრამ რა? მე მგონია, რომ ხორომ საგანგებო დავალებაზე მივყავართ, ამ ბრძანების შესასრულებლად გვამზადებენ. ჩვენი საქმე ბრძანების შესრულება, რასაც დაგვავალებენ, იმას გავაკეთებ და არ შეიძლება ოპერაციის ჩაშლა. ხორხე, რა დააშავეს იმ პანამელებმა, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ თავიანთი ქვეყნის დაცვას? ისინი პრეზიდენტის თანახმად ხომ ჩვენი მტრები არიან. არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები. არ მესმის რას აპირებ, რა გაქვს ჩაფიქრებული. მე უდანაშაულო ხალხს ტყვიას ვერ ვესვრი, ცეცხლს ვერ გავხსნი. შენი საქციელი ჯარისკაცის ფიცს რო დაარღვო, იმედია ამას მაინც ხვდები. ჯარისკაცის ფიცი პირობითი ტექსტია, მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონა ისიც. იმედი არ იცი, რომ შენი ბრძანების დარღვევისთვის სასტიკი სასჯელი გელის. თუ ეს ტყვეები მე მომხვდება და თუ ქვეყანას მოაკლდა ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი, მე ამითაც კმაყოფილი ვიქნები. ძალიან უცნაური კაცი ხარ, კრუს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემგან ნასრული ტყვია შენ არ მოგხვდება. მეც მინდა გითხრა, რომ არეულობის დროს რაიმე კარგის ან სიკეთის გაკეთება გადამდებია, მაგრამ სამწუხაროდ ეს არეულობა საჭიროა, რომ ხალხს შორის ემოცია გაჩნდეს. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.